აბა მოგესალმებით, დაიწყო ამ სეზონის პირველი ეთერი დიდი გადაცემისა. შალვა რამიშვილი გახლავართ, ზოზარ სუბარია, ჩვენი გადაცემის სტუმარი, ჩვენი მეგობარი. მოგესალმებით, ჩემო კარგო. მოგესალმებით, შალვა, მოგესალმები მაყურებელს. ჩვენ არჩევნებზე არ ვილაპარაკებთ, არ არის ჩემთვის საინტერესო თემა. ის საკითხი, რომელიც უკვე 100%-იანი გადაწყვეტილია. ეს არ არის საინტერესო. არჩევნების გარშემო მიმდინარე ამბებია საინტერესო, რომ გონება დაკარგულმა არა ქართველებმა, არა ადამიანებმა შეიძლება ითქვას, რაიმე არ მოიწიონ, არ მოაწიონ ქვეყანას. ეს არის მთავარი თემა. არჩევნების შედეგი განსაზღვრულია უკვე. რაც ხდებოდა დღეს, რაც ხდებოდა გუშინ. თუმცა დღეს მაინც იყო ერთი ამბავი, გამოვიდნენ ხანდაზმული თაღლითები, როგორც უწოდებენ, ხაზარაძე, ჯაფარიძე. და აი ნახოთ ერთი რას შემატებენ თავის გუნდს. ძალიან მეეჭვება რომ რამე შემატონ, მაგრამ სალაპარაკო რო არაფერი ექნებათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. არა, გაცხადებული ხონდა პრეზიდენტს, რომ ეს მოხდებოდა წინასწარ. ვინც მიიღებდა მონაწილეობას, იმათ შეიწყალებდა. განცხადების საფუძველზე, მაგრამ ახლა განცხადების გარეშე მოხდა. სხვათა შორის აპელირებენ, რომ განცხადება უნდა დაეწერო ისე არ შეიძლებოდა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ შეიძლება აბსოლუტურად არ არის საჭირო განცხადება. შეიწყალოს ყველა, ხო? უგულავამ დაწერა განცხადება, მაგალითად, ხო? ხوار დაწერა რა. არც ოქროაშუმა. კარგით. ნუ მან ნახოთ, არაფერი არ იქნება, არც ეგ არ არის საინტერესო სიმართლე რო გითხრა, ამათი გამოსვლიდან, გამოსვლის მერე რა შეიძლება. არაფერი არ შეიძლება. ნოლსო, ნოლი მიუმატო, თუნდაც ხანდაზმული და თაღლითი რა შეიძლება. 3-0 გახდება, ხო? არაფერი. არ არის საინტერესო. პირველ რიგში რაც გვაინტერესებს, ეს არის პრობლემა ამ თავგასული ადამიანების, უმორალო არა ადამიანების, რომლებიც უკადრებელს კადრულობენ და დარწმუნებული ვარ ეს გეგმა, რომ ჩვენ მართალია ცოტანი ვართ, მაგრამ უნდა ისეთი რამ ვიკადოთ, რომ გამოვიწიოთ რეაქცია, გცემონ, შემდეგ ამაზე ავტეხოთ ვაივიშეს, მარტივია ძალიან და იქნებ ვიღაცა დაიმუხტოს ამბით და ქუჩაში გამოვიდეს. ეს გეგმა არსებობს, ჩემი აზრით. მოკლედ, ამ თემაზე ორი, პირველი რომ მართლა არანაირი მორალი, არანაირი ღირებულება არც რა ევროპულზე ვლაპარაკობთ, არც ევროპული, არც ქრისტიანული, არც ქართული, არც ადამიანური აღარ შერჩათ მათ, არიან ჩვეულებრივი გაქვავებული ცივსისხლიანი არაადამიანები, სხვათა შორის გამოჩნდა კომისიის ხდომებზე მათი რეაქციითაც ეს ერთი, მეორე მათი ბედი ბევრს ვლაპარაკობენ პროდასავლურობაზე, რომ საქართველოში არ არის ის კანონმდებლობა, რომელიც არის სხვა გერმანიაში, საფრანგეთში, ბრიტანეთში, თორე იმ კანონმდებლობით მათი განცხადებების გამო თითოეულ მათგანს მოუწევდა მრავალი წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელოსნების დაწესებულებებში, მხოლოდ იმ განცხადებების გამო, რასაც ისინი აკეთებენ. აღარ ვლაპარაკობ იმ შეურაცხყოფებზე, თავდასხმებზე, რასაც ისინი ქუჩაში ჩადიან ადამიანების მიმართ, ცნობილი ადამიანების თუ აბსოლუტურად რიგითი გამრელის მიმართ, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს პოლიტიკასთან, ამის გამო მათ მიმართ იქნებოდა გატარებული უსასტიკესი რეპრესიები ნებისმიერ ქვეყანაში. ნუ საქართველოში გვაქვს ესეთი კანონმდებლობა და როცა გვეუბნებიან, რომ ევროპა ევროკავშირი არის ჩვენი არის თქვენი სახელმწიფო და ევროპულ კანონმდებლობას რატო არ იღებთო? არ მგონია მათ სასარგებლო იყოს ამ კანონების გაგრძელება. კადრები იხილა საზოგადოებამ, როდესაც რუსთაველზე ხანდაზმული მძღოლი ხუთმა მაიმუნმა გააჩერა და პოლიცია შეეძლო დაეკავებინა ისინი და ჭკუა ესწავლებინა. თუ ამას პოლიცია არ გააკეთებს, უბრალოდ მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ცუდი რამ მოხდება. მე ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება ეხლაც არ არის გვიან და ეხლაც შეუძლია პოლიციას. ეხლა მეც უყურე ამ კადრებს, მაგრამ იქ განსხვავებით ისე ვიტყვი, ისე ბრიტანული თუ ფრანგული თუ გერმანული კანონმდებლობისგან განსხვავებით ჩვენთან ბევრად უფრო რბილი, ბევრად უფრო ლიბერალური, დემოკრატიული, არ ვიცი ამას დავარქვა. ადამიანის შეურაცხყოფას დემოკრატიას ვერ დაარქვა, მაგრამ ბევრად უფრო რბილი კანონმდებლობა გვაქვს, თუმცა იქ იყო მუქარები და ეს მუქარა ნამდვილად შეიძლება იყოს დასჯადი. კი ბატონო, მე უბრალოდ მოუწოდებ ყველას, ვისაც ეს ხელებწიფება და მათ კარგად იციან, რომ გაბრაზებულია ძალიან ხალხი და ჯობია პოლიციამ გააკეთოს, ვიდრე აგერ თუნდაც აქტივისტები ან თუნდაც ოცნების მომხრეები ან ორეოლას ვისაც უძღვნიან ისინი ჭკუაზე გადავლენ და სცემენ უბრალოდ მათ და ეს არ არის კარგი პირდაპირ, მაგრამ მოხდება, ხო, დარწმუნებული ვარ განწყობა ვიცი ხალხში და მოხდება. ამდენ შეურაცხყოფას ვერავინ ვერ აიტანს. მით უმეტეს ადამიანი, რომელიც პოლიტიკოსი არ არის. და შეურაცხყოფის მიღმა არის კიდევ ერთი რამ.
ყოველდღიურად ეს რუსთაველის გადაკეტვა ეს არ არის არანაირი დემოკრატიის სტანდარტი. იყო ძალიან ცნობილი საქმე, აღარ მახსოვს საქმის სახელწოდება, როდესაც თურქეთში ერთ-ერთი ცენტრალური ხიდი გადაკეტეს დემონსტრანტებმა 15 წუთით და პოლიციამ სასტიკად დაარბია ისინი, დაიჭირეს ჯარიმები, ადმინისტრაციული პატიმრობები. ამაზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ 15 წუთი არ არის ის დრო, როცა დემოკრატიის გულისთვის არ უნდა მოითმინოს ხელისუფლებამ, თუნდაც ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა, მაგრამ როცა ეს გრძელდება თითქმის 1 წლის განმავლობაში და გრძელდება საათობით და ისევ ზუსტად აი 15-20 ადამიანი და ზოგჯერ შეიძლება 150 და 200 მაქსიმუმი, ეს მართლა არ არის არანაირი სტანდარტი. ეს არის დისკომფორტის შექმნა საქართველოს მოქალაქეებისთვის და მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში გაცილებით გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს კანონის შესაბამისი ზომები პოლიციამ. ზუსტად ის ზომები, როგორცაც მიიღებდნენ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. ბატონო, თავი დავანებოთ ევროპასთან სწორებას, როგორც ჩანს, ევროპა და პირდაპირ ვიცით ჩვენ, რომ გაცილებით უფრო კაცრია. მე მინახავს ცხენოსანი პოლიცია უბრალოდ დაუმორჩილებისთვის ფლოქვებით, როგორ ქელავს იმას, ცხენის ფლოქვებით, როგორ ქელავს ადამიანებს. შეადარეთ საფრანგეთის პოლიციის და სხვა ეგრეთ წოდებული დემოკრატიის შუქურა ქვეყნების ამერიკის პოლიციის ქმედებები და ყველა კარგად დაინახავს, მაგრამ ისინი ხო მათ ხო ეპატიებად კაცო ჩვენ. ამ შემთხვევაში არის ლაპარაკი ხშირად ვამბობ სიტყვა ორმაგ სტანდარტს, მაგრამ ამ შემთხვევაში არის ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია და არ მივიღებთ. ეხლა თუ ფრანგები ან რომელიმე ქვეყანა საქართველოს უყურებს როგორც თავის კოლონიას, როგორც თუნდაც ვთქვათ დღეს ფრანგულ პოლინეზიას უყურებენ ან თავის დროზე უყურებდნენ რაღაც დაპყრობილ ქვეყნების მოსახლეობას, ჩვენ ამას ვერ მივიღებთ და ეს არ არის ის კავშირი, რომელშიც ამ სტატუსით ჩვენ ვაპირებთ გაწევრიანებას. ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიყოთ აბსოლუტურად თანასწორი, თანაბარი ხმის უფლების მქონე სუბიექტები ევროკავშირის და ნებისმიერ გაერთიანებაშიც. ჩვენი საუბრის თავად თემა არის კომისია, რომელსაც მე პირადად იმედით შევყურებ. ჩემთვის კომისიის მუშაობის შედეგი ჩემთვის არა, უმრავლესობა საქართველოს მოქალაქისთვის ეს შედეგი გასაგები იყო და პროგნოზირებადი, მაგრამ ახლა ჯერი არის სასამართლოზე და შემდგომ პროცედურაზე. დაპირება არის პარტიის, რომ ნაცისტური პარტია უნდა აიგზალოს, ისე ყველა გამოვლინებით. და დასმაში კარგად ჩანდა მთელი რიგი დანაშაულის, ანტიჰუმანური საზარელი დანაშაულებისა ჩანდა დამტკიცებული იყო. კიდევ ბევრი აკლია ჩემი აზრით. ვერ მოასწრო კომისიამ ყველაფრის განხილვა. ეს თვეში შეუძლებელია. მოდი ვილაპარაკოთ გეგმაზე და პროცედურებზე. რა მოხდება შემდეგ? მოდი ერთი გეგმამდე სანამ მივალთ, მაინც ერთს ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი რამე გააკეთა ამ კომისიამ. პირველი საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენა და გაუცოცხლა ის სისასტიკე, ის არაადამიანურობა, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ჩადიოდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ჩემი აზრით იყო ის, რომ დაანახა საზოგადოებას მისი მიმდევრების, მისი ადეპტების სახე. დაანახა, რომ არაფერი არ შეცვლილა, არაფერი არ გამოსწორებულა, არაფერი არ გადაუხარშიათ, არანაირი სინანული მათ არ აქვთ. ზუსტად ისევე მოიქცევიან დღეს, როგორც იქცევდნენ მაშინ, როცა ძალაუფლება ჰქონდათ, ერთადერთი განსხვავებით ზუსტად ისე მოიქცევდნენ, ალბათ არასწორია, იმიტომ რომ გაცილებით მკაცრად მოიქცევიან, რომ გამორიცხულია მათ ოდესმე დათმონ ძალაუფლება ისევ ხელში რომ ჩაუვარდნენ. სისხლის კალოებს გალეწავენ ქვეყანაში და ეს ჩანს მათი ყოველი განცხადებიდან, მათი ყოველი ქმედებიდან. როგორი სისასტიკით და სიძულვილით ახსავსე თავდასხმები იყო სოციალურ ქსელებში თუ ტელევიზიებიდან რეჟიმის, სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლებზე, მათი ოჯახის წევრებზე, აბრალებდნენ მათ ყველანაირ სიბინძურეს. კაცო, ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ ყველა ადამიანი უდანაშაულო იყო. ზოგს დანაშაული ქონდა ჩადენილი, მაგრამ ეს დანაშაული თუ ჩადენილი ქონდა, აბსოლუტურად არ ამართლებს ამ ადამიანის ქუჩაში ჩადენა და ისა დახვრეტას ან ადამიანის წამებას. ზოგს არანაირი დანაშაული არ ქონდა ჩადენილი და მით უმეტეს ამ შემთხვევაში საერთოდ რაზე ალაპარაკი, მაგრამ არ აინტერესებს ნაციონალურ მოძრაობას, ყველას ერთნაირი სიძულვილით ესხმოდნენ თავს. საპარლამენტში თქვი და ახლაც გავიმეორებ სამი აჭარელი ახალგაზრდის დახვრეტის და ესენი არიან მარა დართმელიძე, რომან სურმანიძე, შოთა გორგაძე. მითომ ბუნტისტელობა, შეჭრილობა რა ჰქონდა? სადღაც ციხეში უნდა შეჭრილიყო სამი უიარაღო, უდანაშაულო ახალგაზრდა, რომლებიც ჩასული იყვნენ
წალკაში იმისთვის რომ ჩაეტარებინათ რელიგიური რიტუალი, წინადაცვეთის რიტუალი და მე თბილისში გამიარეს, თბილისში დამყოფი არ იყვნენ ბავშვები. რუსთავი ხაზადო ნარცისოდენ სად იყო და აი ეს ეზებდნენ მსხვერპლს კუდში და სასჯელოსნობის დეპარტამენტში ერთად შემუშავებული სცენარი, რომ შიში დაეთესათ საზოგადოებისთვის, ამისთვის სჭირდებოდა მსხვერპლი, დაწერეს სცენარი, რომ ვითომ ვიღაცა აპირებდა თავდასხმას ციხეზე და იმის გამო რომ ერთ-ერთ ახალგაზრდას ყავდა ძმა პატიმარი, აი სამი ახალგაზრდა შეარჩიეს, დააპატიმრეს და დაჩოქილები დახვრიტეს ნავთლუღის ბაზრობის წინ. სასამართლოს მიერ დადგენილია უტყუარად. მოწმეების ჩვენებებით დადგენილი არსებობს აღიარებითი ჩვენებები, რომ ეს ბავშვები უხეწებოდნენ, რომ არ მოგვკლათო და არა მარტო აი პირდაპირ ავტომატებიდან დახვრიტეს, შემდეგ მივიდნენ და ერთ-ერთ მათგანს დათა ახალაიამ საკონტროლო გასროლა გაუკეთა დანარჩენებს სხვა მაღალმა თანამდებობის პირებმა და ასე მოკლეს ეს სამი ახალგაზრდა რა დააშავეს არაფერი ქვეყანაზე. თუმცა არც სხვებს იგივე პაატა ქარდავა, რომელიც გაიყვანეს და ზღვაში დახვრიტეს და ზღვაში გადააგდეს. დათო ცინდელიანი, რომელიც დახვრიტეს და ზღვაში გადააგდეს. როი შავაძე, რომელიც ზღვაში არ გადაუგდიათ, მაგრამ 20-მდე ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და ისე დახვრიტეს. რა დაუშავებიათ და მანამდე აწამეს სამივე უსასტიკესად. არაფერი არ დაუშავებიათ ამ ადამიანებს, მაგრამ მილიონი სიბინძურე დააბრალეს და ამას დღემდე აბრალებენ. დღემდე აგრძელებენ ამ დაბრალებებს. აი წარმოუდგენელი იყო როგორი ისეთი კოლექტიური, ერთშეკრული, კარგად ორგანიზებული თავდასხმები ხდებოდა თვითონ მსხვერპლზე თუ კომისიაზე, მთლიანად და კომისიის წევრებზე. და აი ეს გამოაჩინა, რომ არაფერი არ შეცვლილა ამ ადამიანებში და იგივეს გააგრძელებენ და მეორე, პარლამენტში თქვი ჩემი მოხსენების დროს და ეხლა უნდა გავიხსენო. წავიკითხე ერთ-ერთი დღეს ამ ვითომ პოლიტპატიმრის, მოდი ჯერ ართმელიძეს დაუბრუნდები ისე ართმელიძე გორგაძეს. თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს ასე არ მომხდარა, არ დაუხრედიათ, ისინი მართლა დამნაშავეები იყვნენ. რატო არ გაასაჩივრეს საქართველოს სასამართლოს განაჩენი სტრასბურგში? არ გაასაჩივრეს, ვერ გაასაჩივრეს, იმიტომ რომ იციან, რომ სიმართლეა. ისევ როგორც იმ სამი ადამიანის ადამიანების ქარდავას, შავაძის და ცინდელიანის ახლობის საქმე. არავის არ გაასაჩივრებია, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ ვერ გაასაჩივრებდნენ, გამტყუნდებოდნენ. და ეს ერთი მტკიცებულება დამატებითი, რომ უბრალოდ აი ის რასაც დღეს ისინი წერენ სოციალურ ქსელებში თუ ამბობენ ტელევიზიებში, ეს არის ტყუილი და მოგონილი. ცდელობა გაამართლონ მათი სისასტიკე. და მეორე, ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც დაჭერილია ამ რუსთაველზე ამ აქციების გამო, გვარი არ მახსოვს და არ ვიცი რა კონკრეტულად რა ბრალieდებოდა, თუმცა ფაქტია, რომ იმ დაახლოებით 1000 კაციდან, რომელიც იქ კონკრეტულ დანაშაულს ჩადიოდა, ის მონაწილეობდა პარლამენტის გადაწვაში, მონაწილეობდა პოლიციელებზე თავდასხმაში, 30 ადამიანის დაკავება, 30-მდე ადამიანის დაკავება მოხდა სულ იმ ადამიანების, რომელთა დანაშაული უბრალოდ კარგად დამტკიცებადია და ვერანაირი პოლიტიკური პატიმრები ისინი ვერ იქნებიან. ერთ-ერთი მათგანი ჩიოდა, რომ საშინელი პირობებია ციხეში 36 კვადრატულ მეტრში 6 ადამიანი ვიმყოფებოდა, როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყოფაო. კარგად გახსოვთ, თქვენს იყავით იმ სასჯელოსნურების დაწესებულებაში, რამდენი კვადრატი მოდიოდა ერთ ადამიანზე. 40 კვადრატში 120 კაცი იყო. ან მეორე შემთხვევა, როდესაც 23 ბავშვი არასრულწლოვანი იჯდა 30 კვადრატულ მეტრზე. ეს იყო ჩვეულებრივი წამება და წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა ასეც დააფიქსირა. ხო, და მარტო პირობებზე ვამბობ და კვადრატულობაზე თო იმის მიღმა ყოველას რო სცემდნენ, იმის მიღმა კვება რო არ იყო, იმის მიღმა მკურნალობა რო არ იყო, იმის მიღმა ტუბერკულოზიან პატიმრებს რო შეგნებულად აგდებდნენ ამ 120 კაციან სეკანში. ეს ცალკე პრობლემაა, ხო? და თურმე ესე იგი ეს არის პრობლემა, რომ 6 კვადრატი მოდის მარტო ერთ პატიმარზე და ევროსაბჭოს სტანდარტით 4 კვადრატია საშუალოდ ერთ პატიმარზე, ეს არის ითვლება ნორმალურ სტანდარტად და ეს არის ევროპული საბჭოს ქვეყნებში მიღებული დანერგილი სტანდარტი. გაპროტესტება აბსურდია, იმიტომ რომ თვითონ როგორ გამოდიან პრობლემა ის არის, რომ მაკარონი პაფლოცკი არ იყო თურმე და და რაც შეეხება პირობებს და ეს ერთი მხარე და მეორე თუ მათ ისინი არ ეთანხმებიან განაჩენებს, ამისთვის არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მათ შეუძლიათ გაასაჩივრონ თავისი განაჩენები და იქ გამოჩნდება მართლები იყვნენ თუ მტყუანები იყვნენ, სახელმწიფო და თუ წააგეს, არ მიიღო საქმე.
იყო ეგეთ პრეცედენტები. სააკაშვილის საქმე არ თუნდაც. ორივე საქმე, როგორც სააკაშვილი გამწყუნდა, როგორც პირობებთან დაკავშირებით რო ჩიოდა, რომ თითქოს მას წამლავენ, არ მკურნალობენ და ასე შემდეგ. ისე გამწყუნდა სამართლიან ისა თავის უშუალო დანაშაულთან დაკავშირებით, თითქოს მას დანაშაული არ ჩაუდენია იგივე რუსთავიორის საქმესთან და დაკავშირებით. კი ბატონო. და ასე შემდეგ. ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ თუ კი სააკაშვილის დროს თავარი და ყველაზე მძიმე საჩივრები იყო ციხეში მოპყრობის პირობები, არათუ არ გამწყუნებულა საქართველოს ბოლო 13 წლის განმავლობაში მსგავს საქმეებზე, არამედ არც ერთი საჩივარი არ შესულა, შალვა, არც ერთი საჩივარი არ შესულა. ანუ უბრალოდ ვერც კი ამბობს ვიღაცა, რომ ჩვენ პირობები არ აგვაქვს ნორმალური ციხეებში და ამის გამო საჩივრები უბრალოდ არ მიდის. მაშინ როცა ეს იყო სწორედ ყველაზე მძიმე ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ წინა 9 წლის განმავლობაში. ეს გასაგებია ყველაფერი და სხვანაირად არ შეიძლებოდა რომ მოგწიოდით და დასკვნა სხვანაირად არც იქნებოდა. ეხლა უბრალოდ შემდეგ რა იქნება, რომ უყურე ხალხს უნდა სატისფაქცია, ანუ დაკმაყოფილება. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, მაგალითად, აგერ გგონიათ რომ რაღაც საქმეზე განაჩენი არ არის დამდგარი. უბრალოდ აი ვიცით რომ აი სამი ახალგაზრდის საქმეზე განაჩენი დამდგარი გაქცეულია ის ახალაია და ეს ევროპა არ გვაძლევს, ხო? სამწუხაროდ, მაგრამ დამდგარია განაჩენები. განაჩენი დამდგარია. კი. და დაისაჯდნენ ამისთვის. ბევრი. და საერთოდ თითქმის ყველა ვინც ჩადიოდა გარკვეულად მასაჯულების ხელი შეეხო. არასაკმარისად შეიძლება, მაგრამ მაინც. და ბაბას თავი დავანებოთ. ეხა ხალხი ირთხოს სატისფაქციას. არის ორი გზა. ერთია რომ აი ჩაქოლვა შესთავაზო ადამიანების, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. მეორე გზა არის პოლიტიკური გზა, ხო? რაღაცების დამტკიცება სამწუხაროდ მათი ძველი დანაშაულების შეიძლება ვერ მოხერხდეს სასამართლოში, იმიტომ რომ ხანდაზმულობის ვადა, მოწმეები შეიძლება არ არსებობდნენ და ძალიან მაღალი სტანდარტია საჭირო დანაშაულის დასამტკიცებლად. ეს ვიცით. მაგრამ პოლიტიკურად დაპირება არის რომ ესენი აიგზალებიან. ეხლა მივიყვეთ გეგმას. რამდენიმე ნაწილად გავყვოთ. პირველი აკრძალო. აი ეს დასკვნა რომელიც დაიწერა სრულიად საკმარისია იმისთვის, საკმარისზე მეტიც არის, რომ ამ პარტიებს და მის ყოფილ ხელმძღვანელებს სამუდამოდ აეკრძალოთ პოლიტიკაში მონაწილეობა. იმის გამო, რომ რასაც ისინი ჩადიოდნენ ის იყო ორგანიზებული დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ და ორგანიზებული დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, ეს ორი სხვადასხვა რამეა. ეს იყო დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ღალატთან გაიგივებული აბსოლუტურად ამათ შორის შედის ომთან დაკავშირებული პერიპეტიები. 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული პერიპეტიებიც. ამაში შედის მოსახლეობის მიტოვება რუსული საფრთხის წინაშე, ისე რომ არათუ არ გააფრთხილეს, რომ საფრთხე არათუ არ გამოიყვანეს. არც გააფრთხილეს და მეტიც ეუბნებოდნენ პირდაპირ რომ თქვენ ნუ გეშინიათ საფრთხე არ გემუქრებათ და იყავით მშვიდად და დაახლოებით 83 ადამიანი დაიღუპა მხოლოდ იმის გამო რომ აი ესეთ არასწორ გაფრთხილებებს, არასწორ რჩევებს აძლევდნენ. ეს მეორე. ეს სრულიად საკმარისი იქნება ამ პარტიების სასაგზავლად და ეს სარჩელი შევა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი შეიკრიბება ოქტომბერში და გააგრძელებს მუშაობას. ანუ რამდენი ხანი დასჭირდება სასამართლოს, არ ვიცი, რამდენიმე თვე ალბათ საჭირო იქნება მინიმუმ. მეორე არის საქმეები, რომლებიც სასამართლოში, პროკურატურაში არის დაწყებული გამოძიება და არ არის დამთავრებული. ან თქვათ საკუთრების უფლება, სადაც არის დარღვეული და საკუთრება არ არის ანაზღაურებული. ასეთ საქმეები არის გაცილებით ბევრი. სხვათა შორის ამ დღეებში მე რამდენიმე ასეთ საქმე მოვიკითხე და აღმოჩნდა სავალალო მდგომარეობა. მაგალითად, მე ვიყავი ქართული პარტიის თავმჯდომარე, ჩვენი წარმომადგენლები მოხდა ჩვენი წარმომადგენლების დაპატიმრება, უსასტიკესი წამება, აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდებებით იყვნენ დაკავებული და აღმოჩნდა რომ თავის დროზე ამ საქმეებზე შეტანილი იქნა პროკურატურაში სარჩელები. 2013 წელს, როდესაც მოხდა 1 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ჩვენ გავიმარჯვეთ, შევიდა სარჩელები. მაგალითად, აი ამ ლევან ტერაშვილი არის ერთი ასეთი ჩვენი თანამებრძოლი, რომლის სარჩელი შეიტანა გელა ნიკოლეიშვილმა, მეორე ჩვენს თანამებრძოლს დაუკავშირდა თორმე ლერი ბერიტაშვილს, ნანა კაკაბაძე და ნანა კაკაბაძემ შეიტანა
ეს სარჩელი. დღემდე არაფერი არ მომხდარა ამ საქმეებთან დაკავშირებით. არა და ძალიან ადვილია ამ საქმეებზე გამოძიება და შედეგის დადგომაც. ასეთ საქმეები არის არაერთი. უამრავი ადამიანი ელოდება ქონების ანაზღაურებას, თორე მორალური ზიანის ანაზღაურებას. თქვათ იგივე ეს დღეები სულ მიკავშირდებიან ეგრეთ წოდებული ყინწვისის სპეცოპერაციის ადამიანები, უმძიმესად ნაწამები ადამიანები, რომლებიც შეტანილი აქვთ პროკურატურაში ზიანის ანაზღაურებაზე სარჩელები. ეგ არის ლაპარაკი მატერიალურ ზიანზეც, იმიტომ რომ ვიღაცების იძულებული ვიღაცებს წაართვეს ავტომანქანა, ბინა გააყიდინეს, ვიღაცები უბრალოდ მორალურ ზიანს იზღუდავენ იმ ფიზიკური, იმ წამების გამო, რომელიც მათ განიცადეს, იმ ფიზიკური და ზიანებების გამო, რომელიც მათ განიცადეს. მაგრამ ესეც სასამართლო მოყოლ, მაინც რადგან სისხლის სამართლის საქმეები იყო, პროკურატურის გზით გადის და სამწუხაროდ საქმეები აქაც არ იძურის. ისინი მზად არიან სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებზე, ამბობენ რომ ჩვენ რაღაცა კი მოვიცხოვეთ, მაგრამ ოღონდ კი გადაწყვეტს, ოღონდ კი დროულად იყოს და ჩვენ მზად ვართ რაღაცა შეთანხმებებზე, მაგრამ აქაც საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან შემხედრი ნაბიჯების გადადგმა და მე მოვუწოდებ თქვენი ეთერიდანაც კომისიის ხდომებზეც ეს ნათქვამი მაქვს და პარლამენტშიც ბუნებრივია ვიქნები ლობისტი, რომ დროულად მოხდეს ამგვარი საკითხების გადაწყვეტა და დაძვრა. გამოძიება სადაც დასამთავრებულია, გამოძიება უნდა დამთავრდეს, ხოლო სადაც ზიანის ანაზღაურებაზე ალაპარაკი, დროული ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფო. ეხლა გეგმა რა ხდება? აი დაიწერა დასკვნა, მე მიდის საკონსტიტუციო სასამართლოში. ხო? ეს გადაგზავნილია უკვე. ხო? და გადაგზავნილი არ არის ჯერ სარჩელი არ დაწერილა ბუნებრივია, იმიტომ რომ პირველ რიგში ეს არ არის უკვე კომისიის დასკვნა. არა, კომისიამ დაწერა, მაგრამ ეს არა. ეს არის პარლამენტის დასკვნა უკვე, იმიტომ რომ პარლამენტმა მიიღო დადგენილებით. ეს არის პარლამენტის დოკუმენტი და აღარ არის კომისიის დოკუმენტი. მაგრამ აი ხლა ვინ უნდა დაწერა? ეს უნდა გააკეთოს პარლამენტმა. პარლამენტის დადგენილებით ალბათ იქნება მიმართვა პარლამენტში უნდა დაიწეროს და უკვე იქ მიმართავს არა კომისია, იმიტომ რომ კომისია უკვე აღარ არსებობს. კომისიამ გასაგებია პარლამენტის სპეციალური პარლამენტის წევრების ჯგუფი გარკვეული ხო? 1/3-1/5-ს აქვს გონი თუ არ შეიძლება უფლება. შეიძლება ყველამ გადაწყვეტოს ხელის მოწერა და ამ შემთხვევაში და ეს სარჩელი წავა საკონსტიტუციო სასამართლოში. დაწერით სასამართლო, ხო და სასამართლო უკვე მისთვის კანონით მინიჭებული კომპეტენციის თანახმად აკრძალავს რას, სოზა, რას ველით, აი რას კონკრეტულ პოლიტიკურ ხუთი ნომერი აღარ აქვს მაგათ. გაფარჩაკებულები არიან, ალბათ კონკრეტული პირები. პოლიტიკურ პარტიებს აიგზავნება, რომ მიიღონ კონკრეტული პირებისთვის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა. პარტიებს პირველ რიგში და კონკრეტულ პირებზე კანონი ამას ითვალისწინებს, რაც იზავს სასამართლო კონკრეტულ პირებს აიგზავნება მათ პოლიტიკაში მოღვაწეობის უფლება. ანუ ისინი ვერ შექმნიან ახალ პარტიას, ისინი ვერ იქნებიან ახალი პარტიის წევრები. მათ აეგზალებათ პოლიტიკაში მოღვაწეობა. ამას ითვალისწინებს კანონი. სასამართლო რას მიიღებს ახლა ამაზე მე წინასწარ ვერ. თუმცა მაჟორიტარებად სადაც შეიძლება ალბათ შეიძლება პოლიტიკაში მოღვაწეობის აკრძალვა ნიშნავს, რომ ვერ მიიღებ არჩევნებში მონაწილეობას. ვისაც სურდა. კი ბატონო. იქ უკვე აგიტაცია, საქმიანობა, პარტიული უფლება, ანუ მისცემის უფლება ექნებათ, პასიური მონაწილეობის უფლება, ანუ თვითონ იქნენ არჩეული, ამის უფლება ვერ ექნებათ. ამას კანონი ითვალისწინებს. კონკრეტული პირები იქნებიან, ხო ალბათ რა. კონკრეტული პარტიები და კონკრეტული პირები. პირები, ხო? დაუშვათ. და ვიცი ვინც არის. მე ამას მე ვამბობ იმას, რომ ამას ითვალისწინებს კანონი. არა, მოთხოვნა სავარაუდოდ ეს იქნება, მაგრამ ჩვენ რა გვინდა აქეთ ამ ხარეს, ანუ ქართული ხალხის უმრავლესობას, ხო? მე ვეთანხმები, რომ ზუსტად ასე უნდა წავიდეს პროცესი, მაგრამ ახლა სასამართლო რას იზამს, სასამართლოს გადაგაკეთება. არა, სასამართლო მე ერთი შემიძლია გითხრათ, რომ იმ თითქმის 500 გვერდიანი დასკვნაში სრულიად საკმარისი მასალებია იმისთვის, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები გამოიტანოს სასამართლო. ჩემი აზრით. შესაბამისად, ბუნებრივია არარსებულ პარტიას არც დაფინანსება ექნება, არც არანაირი სხვა კოტა, რაც ჰქონდათ აქამდე. ბუნებრივია. ცხადია და ამ მოისუნთქებთ. და შესაბამისად, თუ ისინი კანონი ითვალისწინებს ალბათ, რომ თუ ისინი გააგრძელებენ ამ პარტიულ საქმიანობას, რაღაცა პარტიულ საქმიანობას ბუნებრივია ვეღარ გააგრძელებენ. ხო, ეს იქნება ითვალისწინებს კანონი. ხო, ну ბუნებრივია ისინი დაიწყებენ რომ დიქტატურა დადგა და ასე შემდეგ, მაგრამ არ ამგონია რომ ამან რაიმე გამოძახილი ჰპოვოს ფართო მასებში. იმათშიც კი ვინც არაძლევს ქართულ ოცნებას. ეს ანუ ამ დასკვნის მიხედვით მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება აბსოლუტურად დასაბუთებული გადაწყვეტილება,
თუ კი სასამართლო მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, განსხვავებით იმისგან, რაც ხდება ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში. მაგალითად, როდესაც ჯერ წაართვეს გამარჯვებული პრეზიდენტობა რუმინეთში, პრეზიდენტობის არჩევნებზე გამარჯვებულ კანდიდატს და ამის შემდეგ ის საერთოდ დააპატიმრეს კიდევაც. ან რაც ხდება გერმანიაში, იგივე ალტერნატივა გერმანიისთვის ამ პარტიასთან დაკავშირებით, როცა მიდის ღია და დაუფარავი დევნა პარტიის წევრების და საერთოდაც ამ ბოლო დროს იწერება, რომ რამდენიმე 7-მდე ადამიანი ერთ-ერთ მხარეში სულად გაურკვეველ ვითარებაში ნახეს გარდაცვლილი ამ პარტიის სამოქალაქო ომის პირას არ არის, მაგრამ ყოფილი გდრ და ყოფილი ფერგეს საზღვარზეა გაყოფილი პარტიული სიმპათიები და ეს ძალიან აზიანებს გერმანიის ერთიანობას. თუმცა უკვე ალტერნატივა გერმანიისთვის რეიტინგმა მოიმატა ძალიან მკვეთრად დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე. აღმოსავლეთ გერმანიაში ის უდავო ლიდერი იყო, მაგრამ ეხლა უკვე ის არის პირველ ადგილზე აბსოლუტურად მთელი გერმანიის. შეუშვა მიგრანტები და მე ნახოთ, ამხელა რეიტინგი ექნებათ. არა, იქ ევროპა მიექანება კატასტროფისკენ. ეხლა ჩვენ ნახეთ ეს ყველაფერი და ამაზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, შემდეგ სტუმრებთან. ეს საერთო ნაცნობი გაამწესა კანდიდატად გახარიან ქუთაისის მერობის პოსტზე და იცი ვინ არის? არ ვიცი. გაგიკვირდება, პატა ზაქარიაშვილი. ჩვენ კარგად ვიცნობთ პატა ზაქარიაშვილს და გახარიამდე მივიდა, მიაღწია. მივიდა, ხო, და ეს არ არის არჩევნები. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს არ ყავს ოპოზიცია. ესეთი ამბავი საქართველოში არ მახსოვს. მე პოლიტიკას ვაკვირდები და ვარ პოლიტიკაში დიდი ხანი და აი დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში ეს არის უნიკალური შემთხვევა რა. ალბათ არასწორი ნათქვამია, თუმცა რეალობა ის არის, რომ სანამ არიან მავნებელი ძალები პოლიტიკაში, რომელთა მიზანი არის ქვეყნის დანგრევა, მანამდე თუნდაც იგივე ჩვენ, რომლებიც ვართ არის ქართულ ოცნებას გამოვეყავით და ცალკე პარტია ვართ, ვდგებით ერთ მხარეს, ანუ ერთ მხარეს ანტიქართული ძალები, მეორე მხარეს ვდგავართ ჩვენ ყველანი ერთად, ვისთვისაც სამშობლო არის მთავარი ღირებულება. ამიტომაც შესაბამისად ჯანსაღი პოლიტიკური ბრძოლა ქვეყანაში ჯერჯერობით ვერ შეიქმნა, სანამ ამ პოლიტიკურ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ ძალებს ჯერ კიდევ აქვს. შენი და ეს აკრძალვა, რომელიც სავარაუდოდ მე ძალიან მინდა რომ მოხდეს. ამ აკრძალვის შემდეგ იქნება ამის შანსი? ამ აკრძალვის შემდეგ ვფიქრობ, რომ გაცილებით გაიწმინდება ქართული პოლიტიკური ველი ჯანსაღი პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მოღვაწეობისთვის. კი ბატონო, შენ პირს შაქარი, მოკლედ ვითარება არის ძალიან პარადოქსული, კი როგორც უკვე ვამბობ დამოკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი სუსტი არ ქვია, აი ასეთი არარსებული ოპოზიცია არ ყოლია და ეს სულ თვითონ დაიმართეს და დამართა ეს თავიანთმა უფროსებმა, რომელმაც მისცეს აბსოლუტურად ხალბიდაპირებები, რომელმაც არ იციან ქართველების ცხოვრების წესს, საერთოდ ვერ წარმოუდგენიათ ეს რა ქვეყანაა და არიან ესე გაფარჩაკებულიც არ ქვია მას, არარსებულ მდგომარეობაში. უღრმესი მადლობა. მადლობა. სოზარ ვიყოთ იმ იმედით, რომ აკრძალვა იქნება, აკრძალავენ ამათ